იტალიის ქალაქ ტრევიზოში ძალიან საინტერესო და სანახაობრივი შეჯიბრება გაიმართა. კარატეში hard cup-ი, რომელშიც მონაწილეობა არაერთმა სპორტსმენმა მიიღო. 20-მდე ქვეყნის 1500-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას ამ შეჯიბრებაში. მათ შორის იყო ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, ქართველი ჭაბუკა მახარაძე, რომელმაც აქაც შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. მეორედ მოახერხა ამ საერთაშორისო შეჯიბრებაში ოქროს მედლის აღება. ზოგადად ის ერთ-ერთი გამორჩეული არის ამ სპორტში, არის ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს 4გზის ჩემპიონი და ამჯერად უკვე წარმატებას მიაღწია იტალიაში აჯობა მეტოქეებს და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში. საერთაშორისო ტურნირებზე ჭაბუკა მახარაძე 1998 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს და არც იტალიის hard cup-ი იყო გამონაკლისი, რომელშიც საკმაოდ პრესტიჟული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას და საბოლოოდ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს медаლი მოუპოვა ჭაბუკა მახარაძემ. გამოვედი ინდივიდუალურ კატაში, უფროსებში, რომელიც არის ტექნიკური კომპლექსი და გრძელდება წუთნახევარი და აგრეთვე ინდივიდუალურ კომიტეტში, ორთაბრძოლა, რომელიც გრძელდება 2 წუთი. სულ გავიარე 4 დამაჯერებელი ბრძოლა და 4-ვე გავიმარჯვე. თვითონ იტალიაში კარატე პოპულარულია, ძალიან პოპულარულია, ხშირად ტარდება ჩემპიონატები სხვა ქალაქებში და მეც წლების განმავლობაში, როგორც გითხარით, ვიღებდი მონაწილეობას, რადგან ჩემი პრესტიჟი ამაღლებინა, ჩემი სპორტული კარიერაშიც კარგად გამოსულიყავი და მედლების რაოდენობაც ამეღო, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახელებინა და კვლავ წარმატებით გამოსულიყავი. კარატე საქართველოში პოპულარულია, როგორც წარსულში, ისე მომავალშიც, ყველგან მიმდინარეობს კლუბები, ყველგან არის და ყველა საკუთრივი ჯგუფები ფუნქციონირებს. საქართველოში ცდილობენ რამოდენიმე ტურნირი, თბილისში და ბათუმშიც ზაფხულამდე და საერთაშორისო ტურნირებშიც მივიღებთ მონაწილეობას მხოლოდ იმ შეჯიბრზე, რომელიც პოპულარულია და ცნობილია.